მობრძანდით და გვაქვს ხვატვი, რომ თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა მერვე სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში. Აღარ სარგებლობ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას უცხადებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირადად ქალბატონ თეატრულიანს, ვინაიდან ის რომ ჩვენ იუსტიციის ახალი სახლის შენობაში გვაქვს საშუალება რომ ასეთ გარემოში იმუშაოს სტუდენტთა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია, ეს არა ადმინისტრაციისთვის, არამედ თვითონ აი ამ მონაწილეებისათვის არის აღზრდის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება. ყველაზე წარმატებული სამეცნიერო კონფერენცია ვალეს სკოლაში, ანუ ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტის ვალეს სკოლა, ატარებს კავკასიის სამართლის სკოლა. და ეს ალბათ პატრონიშავა დამოუკიდებლობაში და ალბათ საერთო სამის დამოუკიდებლობაზე, მაგრამ არც ეს არის. თქვენ ხართ ყველაზე წარმატებული მეცნიერები, მომავალი მეცნიერები, ვინც ამას აკეთებს კავკასიის სამართლის სკოლის სახელით. ჩემთვის საქართველოს ჩამოსვლის შემდეგ ეს არის კავკასიის სამართლის სკოლა, პირველი სამართლის სკოლა, სადაც მე მასწავლე და მაგძელე როგორც ლექტორი და წმუნდები და რაც იყო ჩემი ვალოდინი თავისი ინტელექტუალური, თავისი საქმიანობით, თავისი პროფესიული ღირსებებით, სტუდენტების შემადგენლობით არანაკლებ შთამბეჭდავია, ვიდრე ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწეობა, რისთვისაც მე მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადო. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი უშუალოდ დაკავშირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან, რაც თავის მხრივ მჭიდრო კავშირში გახლავთ მოგეხსენებათ ძირითადი უფლებების თემატიკასთან, ალბათ უფრო მართებული იქნება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ გადავალთ და ვისაუბრებთ, თუ ჯერ ზოგადად განვიხილავთ ძირითადი უფლების ცნებას, მის სამართლებრივ მნიშვნელობას და სოციალურ როლს სახელმწიფოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ ნახავთ ნაშრომი საკმაოდ მოცულობითია და ობიექტურად ძალიან რთულია სრულად წარმოადგინო ის დღევანდელი დღისათვის განსაზღვრულ რეგლამენტში, გამომდინარე იქიდან მე თქვენს ყურადღებას უპირველეს სკოლის ძირითად ასპექტებზე გავამახვილებ, რომლებიც უპირველეს სკოლისა წარმოაჩენენ საკითხის აქტუალობას, დასახავენ იმ პრობლემებს, რომლებიც ნაშრომში არის წარმოდგენილი და დაგარწმუნებენ მათი გადაჭრის გზების მართებულობაში. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ მე გამართებად მივიშნე უბრალოდ ამ პრივილეგიებს და არ ვამბობ რომ მიიღოთ იმ ევროპულ სიასაგები მეორეს საკანონმდებლო დონეზე ძალიან რთული საკითხი იქნება, როგორ შეიძლება კანონში ჩავწერთ ჩვენ რომ ეს ჩამონათვალი, ეს არის რელიგია, ეს არის სექტა. მაშინ ყველას უნდა მივცეთ თანაბარი უფლება და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. მაშინ ნებისმიერ პირს შეიძლება სექტის ჩამოყალიბება და ითქვას, რომ აი მე რელიგიური შეხედულებები ასეთი მოხდა და გამოთავისუფლებ გადასახადებისგან. შეიძლება რელიგიურ ერთეულმა სექტებად მიჩნევის საკითხი განსაზღვროს მათი ისტორიული ისტორიულად არსებობიდან მათი პირველ რიგში წარმოგიდგენთ მოკლე შინაარსს, რომელიც აგებულია შემდეგნაირად: საკუთრების უფლების არც მიმოვიხილავ, საკუთრების უფლების ზოგადად ევროპულ მოდელს, ასევე საკუთრება საბჭოთა სოციალისტური სამართლის გაგებით, მოძღვრება ტრიადის შესახებ, ტრიადისეული პრობლემები, საკუთრების ეკონომიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი განმარტება, სადაც ვახდენთ ეგრეთ წოდებულ დემარკაციას, ანუ ხაზს ვითაც მიჯნავთ კერძო და საჯარო სამართლებრივ გაგებას საკუთრებასთან მიმართებით და სასარჩელო ფორმულარებს, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის საშუალებას, როგორც არის სამინდიკაციო და ნეგატორიის არჩევი. პირველ რიგში ჯონ ლოკის სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს ქმნის კერძო საკუთრება. ეს არის მეგახვალოთ იური ჯორია, სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი და წარმოგიდგენთ ეს თემას სახელმწიფო ვალდებულების დარღვევის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ვარდებზე. შედარებით კვლევა გაკეთდა ევროპულ კონტინენტურ სამართლებთან. თემის მეცნიერებანი გახლავთ ალბათ მაგარატზე. სამართლის კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი მთლიანი ორგანიზმი, როგორც ზოგადი ასევე კერძო ნაწილი, მიმართულია შესრულების ხელშეწყობისკენ. პასუხისმგებლობა მისი ყველაზე მძიმე ფაქტორია. და სანამ იგი დადგებოდეს, მხარებს ეძლევათ კიდევ ერთი დამატებითი შანსი იმისა, რომ შეასრულონ ვალდებულებით გათვალისწინებული მოვალეობები.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის სისხლის სამართალში საკმარისი რაოდენობა ძეგლების, რაც საშუალებას არ გვაძლევს შორის სიხშირეულად გამოვიყრიოთ, არსებობს არაპირდაპირი წყაროები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ისეთ საკითხებზე, როგორც არის დანაშაული, ბრალი და სასჯელი. სწორედ არაპირდაპირი წყაროების გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ დანაშაულის აღნიშნული ტერმინები, ეს იყო გარდაცვალა და გარდახტომა, ორივეს მსგავსი შინაარსი ჰქონდა, ეს იყო სხეულის კანონისა და წესის დარღვევა, ასევე უდებებაი და უგულოყოფაი საქმის, რაც ნიშნავდა თანამდებობის პირის უმოქმედობას, ასევე იყო მიშვება, ეს იყო ფაქტი, როდესაც თანამდებობის პირი საშუალებას აძლევდა ბოროტმოქმედს საწადელი აისრულებინა და ასევე იყო წინააღმდეგობა და დარღვევა კანონისა, რომელიც ზოგადად კანონის დარღვევის გამოსახატავად გამოიყენებოდა და ასევე იყო დანაშაული და დატოვა. თუმცა მთავარი ჩვენი თემის მიმდინარეობა უკავშირდება ევროპულ მიმართულებებს და უკავშირდება ევროპასთან კავშირს საქართველოსთან. შესაბამისად, მთავარი გარანტი ჩემი კვლევის ანალიზიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც საქართველოს კარგი გაგებით თუ ცუდი გაგებით იღბლიანია ეს თუ არა იღბლიანი, ნამდვილად ხუდაწილად ეს საკითხი გამოიხადებოდა მის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სამართლებრივ ასპექტებში და შეგვიძლია მარტივად და არც თუ ისე ნაკლებად მხატვრულად ვთქვათ, რომ საქართველო მუდამ თვლიდა ევროპის ნაწილად თავს და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ამ უკანასკნელში მჭიდროდ დამკვიდრებულიყო. ჩემი თემა სამუშაო დროის რეგულირების ძალიან აქტუალური თემა არის, მეტი სანამ სიგნალში ჩავალ უბრალოდ ერთ ფაქტს მოვიყვან, თემის გარეთ გავხდები, ვერც ვერანაირად შემოყვანდა მას თემაში. პირადი გამოკითხვა იყო, შენებლობა არის ახლობლად ჩავდე და დამიწერეს უბრალოდ დასაქმებული ადამიანის სამუშაო დრო. დაახლოებით 10 ადამიანმა თქვა, რომ მუშაობდა 84 საათი. ხო, რამდენიმე შეიძლება კანონმდებლობა არის მუშაობდა 100 საათზე მეტ. ეს უბრალოდ ცნობისთვის რომ ვიცოდეთ რა სიტუაცია საქართველოს და ის რომ ნებისმიერ შენობა და საქართველოს და მიიღო არის ადამიანები თუნდაც დარაჯი რომელიც 100 საათზე მეტ შეიძლება მუშაობს კვირაში. მე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, თითოეული თქვენთაგანი სახელით ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, კომისიის თითოეულ წევრს და განსაკუთრებული მადლიერება მინდა კომისიის თავმჯდომარისადმი, ჩვენი მასპინძლისადმი გამოხატო, ვარდროჩასულა დიდი მადლობა და ეს სამასწავლო საუნივერსიტეტო პრეზიდენტი ჩვენი სახელით გადაიხადა. დიდი მადლობა. ჩვენ როგორც სხვა კონფერენციების დროს ვაცხადებთ და ყველას ვეუბნებით მადლობას, ანუ ცხადდებიან კონკურსის ლაურეატები და შემდეგ ცხადდება კონკურსის 3 გამარჯვებული. პირველ რიგში ჩვენ გვინდა კონკურსში მონაწილეობისათვის ლაურეატის სერტიფიკატი გადავსცეთ ბატონ გიორგი ჩაკვეტაძეს და უსურვოთ შემდგომი წარმატებები. ასევე სტუდენტთა მერვე სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის ლაურეატის სერტიფიკატი გვინდა გადავსცეთ ბატონი ირაკლი შამათავას. ასევე გვინდა მიულოცოთ მადლობა უთხრათ და ლაურეატის სერტიფიკატი გადავსცეთ ანი იმედაშვილს. ეხლა ყველაზე მღელვარე სიტუაცია. ჩვენ გვინდა სერტიფიკატი მესამე ადგილის დაკავებისათვის გადავცეთ და გზადაულოცოთ რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ოლეგ თორთლაძეს. ბატონ ალექსანდრე ზარდიაშვილს მეორე ადგილი. და ბოლოს დღევანდელი კონფერენციის გამარჯვებული აქ იმყოფება.
ბატონი გიორგი ჯოლია. შესაბამისად ორი მონაწილე არ არის, მათ გადაეცემათ სერტიფიკატები და ეს მცირეოდენი სუვენირები. დიდი მადლობა და გისურვებთ შემდგომ წარმატებას. მე კომისიის წევრებს მინდა განსაკუთრებით მოვხატო ესეთი მადლობა და ჩემი მადლიერება გამოვხატო იმისათვის, რომ ამ დღემ ჩაიარა ჩემი გადასახადები ძალიან კარგად, წარმატებით. საოცრად კარგი გამოსვლები და პრეზენტაციები ვიხილეთ და ამაში არ გადავაჭარბებთ, იყო თქვენი წვლილი. კომისიის წევრების წვლილი, იმდენადაც როგორც ჩვენ ვაფასებდით მათ, ასევე ეს სტუდენტები ჩვენ ვიყურებენ როგორც მაგალითს, ძალიან გამოგვიყვანოს სიტყვა მოდელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ღირებულებების, ჩვენი პროფესიული გზის, იმ შეფასებების, იმ კითხვების შედეგად მეგონია ისინი უფრო გამდიდრებულები და უფრო სხვანაირად წავლენ ამ კონფერენციიდან.